ადამიანი გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით არის ორი ადამიანი, რომელიც დღეს რეჟიმმა დააპატიმრა, დაატყვევა, ესენი არიან თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე. ამიტომ აქედან გამოუცხადოთ ჩვენი სოლიდარობა, თავისუფლება თორნიკეს, თავისუფლება მინდიას. სრულიად არანორმალური მიზეზით მოხდა ამ ადამიანების დაკავება და რეალურად ეს არის ამ რეჟიმის სახე, რომ არანაირ წესრიგში, არანაირ კანონში ეს ხალხი არ ჯდება. არაფერში საერთოდ არ ჯდება. არც სამართლებრივი კუთხით არ ჯდება და არც თქვათ იმ გაგებით, რომელიც ბევრი მხრივ არის არასწორი, მაგრამ რითიც მათ მოაქვთ თავი, ქუჩური გაგებით, ასე ვთქვათ, არც ამაში არ ჯდება მათი ქცევა და არის აბსოლუტურად არასწორი და აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ ორი ადამიანი გამოუშვეს, ორით მეტი ვიყავით, ეხა ორით ისევ ნაკლებნი ვართ, სტატუს კო რაღაცნაირად შეინარჩუნეს და ეს ბრძოლა გრძელდება, ეს ომი გრძელდება. ჩვენ არ უნდა ველოდოთ რაღაცნაირი ტიპის სამართლიანობას მათი მხრიდან და რეჟიმი აბსოლუტურად ყველაფერზე წავა. მათთვის რაიმე იდეოლოგია, რაღაცა გაგება, რაიმე წარმოდგენები არ არსებობს. გარდა მავნებლობისა, ზიანისა, მათი მერკანტილური მიზნებისა და გარდა იმ გარყვნილებისა, ძალაუფლებით გარყვნილებისა, რასაც აგერ უკვე წლებია ახორციელებენ. ამიტომ სევდიანი დღე არის ამ მხრივ ყველანი რაღაცნაირად გულგატეხილები ვართ, როცა ეს ადამიანები არ დაგხვდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მათ შორის ამ ადამიანებისთვის და ეს ბრძოლა იქნება ისეთივე შეუპოვარი, როგორც იყო პირველივე დღეებიდან. ამიტომ თავისუფლება ამ ადამიანებს და აუცილებლად ბოლომდე მათ შორის ამ ადამიანებს განსაკუთრებით რომელსაც ფაქტობრივად ერთი დღეც არ გაუჩნდენიათ აქ, უნდა გამოუცხადოთ. ეს ერთი საკითხი, მეორე, რაზეც